დავით, ერთ-ერთი თქვათ, ვინც მოხვდა ამ ინციდენტში და ვის მიმართაც საკმაოდ დიდი აგრესია გამოამჟღავნეს, მომდინგება იყო ბატონი გია თორთელაძე, ის სატელეფონო ხაზზეა. ბატონი გია, მოგესალმებით. გამარჯობათ. ბატონი გია, როგორ ფიქრობთ, რატომ აღმოჩნდით თქვენ პირადად ასეთი აგრესიის მსხვერპლი? თქვენს მიმართ რატო იყო ასეთი აგრესია? ეს მიმართ დიდი ხანი აგრესია არის, მე უბრალოდ თორსა დავამთავრებ ჩემი მას არ მე მინდა შეფასებებიც მოვხსნათ, არ გამომთიშოთ, იმიტომ რომ მინდა რომ დავჭე ხაზზე. მე ვფიქრობ იმის გამო, ლუსტრაციის კანონს უთხოვლობ, რომელიც ამოიღეს ძველი კანონიდან, ამ ძველი ქარტიდან, რა ქვია, საგურამოს მანიფესტიდან, იმის გამო, რომ კონკრეტულად ვამბობ, რომ რუსეთმა დაიწყო, და არ დაიწყო საქართველოს, მომიდა საქართველოს არ არის აგრესორი ქვეყანა. ბევრი სხვა რამის გამო, მათ შორის, როდესაც ვაფიქსირებ ღიად, რომ ეხლანდელ ქარტიაში სიტყვა არ არის რუსეთზე ნახსენები და იმაში ჩვენ თხოვლობდით საგურამოს მანიფესტში რუსეთის სამშვიდობოები ასე ერქვათ მაშინ მაგრამ თუმცა რა სამშვიდობოები იყვნენ ვიცით ჩვენ იმად გასვლას ესეთი და ეს აგრესია იყო რა ვიცი მე ხარ აღნიშნდა ეს იყო ვირთხების მიერ მოგონილი და დაგეგმილი აგრესია იმიტომ რომ ვის გულისხმობთ ვირთხებში თქვენ გუშინ ტელევიზიით ახალ მემარჯვენებზეც ისაუბრეთ ბატონი დავით საგანელიძე აგზის თქვით რომ ახალ მემარჯვენეები გამოდიოდნენ ის სიტყვით მე თვითონ იქიდან გაყრნენ თუმცა დავით განყოლიძეზე ვსაუბრობ მარტო ისწრების იყვნენ თვითონ წავიდნენ და ეს ბავშვები ისეთი ანგაჟირებული ბავშვები და ახალგაზრდები ბავშვებს არ ვიტყვით რომ ბავშვები აღარ ეცმით მათ და იქ უფრო სწავლობაც იყვნენ დატოვეს და ძალიან ეს ვაჟკაცობაზე როცა საუბრობს ახლა ბატონი დავით საგანელიძე ძალიან ვაჟკაცური ქმედებაა ეთყობა მათი მხრიდან არ ვიცი წარმოიდგინეთ მე გავხსეულიყავი ეთყობა იქიდან თუ ესე იგი გამომკიდებოდნენ თუ რა უნდათ არ ვიცი მაგრამ თუ ერავინ ვერ ეღისება რომ მე საიდან მე გავიქცევი ეთყობა ეს ქონა დაგეგმილი იმიტომ რომ 60 ადამიანი რომ მოგდებს უკრიდან და უნდათ რომ რაღაცა ზეწოლა და გინებით და უშვერი სიტყვებით და უკანასკნელი სიტყვებით განზღავენ და პასუხიც მიიღეს საკადრისი მაგრამ აწი მიიღებენ ბევრად უფრო სერიოზულ პასუხს როცა დავინახავ იქ ვიღაცას ხელში ჯოხიანს ან ქვიანს ან რა ვიცი კიდე რა არის ძიმე საგანი ბასრის საგანი დანიანს ასე შემდეგ იქ ამიტომ მე მიმართავ იმ ხალხს ვინც ამ ბავშვებს ესე აგიჟებს და ესე აგზავნის ყოველ შემთხვევაში ჩემ მიმართ მე არ სხვა რამ დასაკეთებ იმიტომ მე ასეთი კადრი ტელევიზიით ვნახე უბრალოდ ასეთი შემთხვევა თვალით არ მინახე ბატონ დავით ვკითხავთ სად იყვნენ მათი ლიდერები მაგრამ ბატონ გია თქვენ თქვით რომ სხვა ზომებს მიმართავ რა ზომებზე საუბრობდით ძალიან მარტივი ზომები არსებობს დეპუტატს აქვს იარაღის დარების უფლება და მის მიერ თუ განხორციელდება ქმედება ისეთი როგორიც არის დავშვათ იარაღის ამოღება ან ეგრეთ წოდებული ბეისბოლის პიტა იქნება თუ მძიმე საგანს დაუნახავ ხელში ან დანას დაუნახავ ან რაღაცას დაუნახავ გუშინ ასეთი რამ არ მომხდარა ნამდვილად ხვალ იარაღს ესვრიგია დანიან კაც ვესვრი იარაღს კი ახალგაზრდები რომლებიც მოდიან და გეძახიან რომ შე გამყალბებელო შე მატყუარა შე ფლიდო შე და გაკენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და როცა პარლამენტარი ხარ უბრალოდ რო ამბობ რო ხარ უნდა იტამდე შეურაცხყოფასაც რასაც გეუბნებიან იარაღს ესვრი თქვენისთან აფერისტები ვინ მინახავს და დანიანზე ვლაპარაკობ ია მაგენა გამოგაცლი იმიტომ რომ შენ აფერისტები კი არა შენ ახლა ის ადამიანი მეტი და ამას ვიაყენა შეურაცხო გისმენ ამდენი ხანი მართლა ხორებაში არ გავქცეულ ვარო ვითხასავით გაიქეცი იმ ხალხისგან ვინც შენ პარლამენტის მანდატი ჯიბეში ჩაგიდო როგორ გაბედე შენ იმ ბიჭებზე რომლებმაც შენ პარლამენტარი გაგხადეს შენ დაყვებოდი იმათეფარებოდი მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში 15 ლარიანი ბიჭები ეძახი ამ გმირებს შენ და შენ გაქვს იმის უფლება ეხლა ლაპარაკობ თურმე ლუსტრაციის კანონი რომ გინდა მიიღო იმიტომ გეძახიან ეს ბიჭები რაღაცას და იმუქრები რომ იარაღს ავიღებ და ამ ბავშვებს ვესვრიო ბავშვებს იარაღს ესვრი როგორა ბედაო ეგ მაგას რო ამბობ შენ რა ვირთხებს ვის უწოდები ვინ ვის დაემალა დამალ მეწოდები შენ გონია შენთან რამე მაქვს საკამათო მე ჩემი პრობლემა ის არის რომ ეხლა მე შენაირ ადამიანს ვესაუბრები შენთან რა მაქვს საკამათო შენ წესი ცხოვრება სხვანაირად უნდა დაამთავრო თუ ხილსეული რამე დაგჭა შენ რა გაქვს სალაპარაკო დღევანდელი ამ სიტყვების მერე შენ გია ქვია თუ პადოშა ქვია რა უფლება გაქვს შენ ვიზე ლაპარაკობ შენ იარაღს ავიღებ და ბავშვებს ემუქრები მაგ ბატონ და თუ შეიძლება ვირთხას ვის ეძახი შენ ბატონ და თუ შეიძლება შენი თავი ჩაიმარხე გია ერთ კითხვას დაგისვავ მარტო რა ის ორი კრედიტი დაფარე რითვისაც შენ გახვედ ბოლო ჩვენი შეხვედრა ჩვენ ოფისში იყო ის რომ როგორ არ შევიდე პარლამენტში რა გავაკეთო ხელფასი მჭირდება ორი და ფული მჭირდება ორი კრედიტი მაქვს და ეს იყო ბოლო სიტყვები დაფარე გია ის ორი კრედიტი ბატონ და თუ შეიძლება დიდი ხანია დაგაფარინეს ბატონ და ეს ახალ ნამდვილი სახე იგაა შენი და არც ეხლა ადრე სულ მეეჭვებოდა რომ როგორ შეიძლება კაცმა მოიტყოს რომ წვერვალი დავეპყარიო შენ ყველაფერს ტყუილს წვერვალი კი არა გორაკი არ გექნება დაპყრობილი
ბატონო დავით, თუ შეიძლება ხასავით სოროში ხარ შემდგარი, ისი დამყრობი ხარ, და რეებს აბედავ რომ ლაპარაკო. ბატონო დავით, თუ შეიძლება თუჩაში გამოდი ხალხს დაელაპარაკე იქა. რომ შემდგარ ხარ პარლამენტში შენნაირ ვირთხებთან ერთად მართლა. ბატონო დავით, თუ შეიძლება მივუცეთ საშუალება. უნდა მივუცე სიტყვა, ამას სიტყვა კი არა, უნდა გააძევო აქ. ბატონო დავით, ძალიან არა როგორ მეტო, მე რომ ლაპარაკობ აქ სიტყვაში მერთვები და აქ რეკავ. არა, ჩვენ დაურეკეთ ბატონო დავით. რეკავს იმათ ელაპარაკე. ბატონო დავით. როგორ მეტო ჩემთან რო საუბრობ. ბატონო დავით, ერთ დიდებოდში. ბატონო დავით. ბატონო დავით. ფეხით ჭხილამდე მოდი და ელაპარაკე აქ. ბატონო დავით. ავსებს იარაღებს ეს. ბატონო დავით, ერთი ვაშკაცი მაგარი ბიჭი. ბატონო დავით, თუ შეიძლება უკაცრავ. ჩაიმარხე, რო იცოდე და ეხლა როგორ გამოდრე სიტუაციიდან, იმას ებღაუჭები. ბატონო დავით, თუ შეიძლება, არა ჩვენ დაურეკეთ ბატონო გიას, ხო, თუ შეიძლება მივცეთ სიტყვა ძალიან გთხოვთ ბატონო დავით, ჩვენ დაურეკეთ ბატონო გიას და მივცეთ თუ შეიძლება. როგორ გაბედე ბიჭო, ეგ როგორ ათქვი შენა. ბატონო დავით. სახში ყავს ბიჭოების. ხო, ბიჭოებს და მაგი არა, შენ რაღაცა გაგაკვეტებენ ეხლა თუ ბევრს ლაპარაკობ. ბატონო დავით, თუ შეიძლება, ძალიან გთხოვთ, მე იძულებული ვიქნები შევწყვიტო ეთერი. ბატონო დავით, თუ შეიძლება, ნუ მივაყენებ ჩეურაცხობას ერთმანეთს ბატონო გია. უნდა დამიგდეთ მე რასაც ვამბობ. დიახ, ბატონო დავით, მივცეთ თუ შეიძლება. და კიდევ ვიმეორებ. დანიანს დავინახავთ. ალო? დიახ, გისმენთ, თქვენ ეთერში ხართ ბატონო გია. ხება ეგა. და ბიტიანს ეხება და ხელში დიდი ლუზარმაზარი ლოდიანს. თორე დანი იარაღის ამომღება რომ დომებოდა გუშინას კარგად მოვახერხებდი. ამიტომ არ უნდა ციკლინი და ციცინი, კაცო. და მე შიშისგან მოუტრიალდებოდა გარბოდნენ სულყოლანი ვირთხებით მაგაზე არ არის აბა. მე ვსაუბრობ. მე თუ დავინახავ კრიმინალს ჩემ თვალწინ, რომელსაც ექნება სურვილი. და ასეთ სურვილი ბევრს გაუჩნდა მაგაჩი როგორც ჩანს რა. რომ ანა გამოიყენოს და ბიტა გამოიყენოს, მიიღებენ პასუხს თქო. ეხლა არ უნდა სპეკულანტური ლაპარაკები რა, სპეკულანტი შენ ახალ ბანკში მოგწეს გია ფული დაფარე კრედიტები? გეკითხვას გამეცე პასუხი. თუ ტყუილს ვამბობ, ამიგდე, რა ტყუილს ვამბობ? ბატონო დავით, ვაცალოთ, პასუხი გამეცე. პასუხი გამეცე, მოგწეს ფული კრედიტების დასაფარი. ეხლა ლუსტრაციის კანონს რო ვაკეთებ და თუნდაც ბავშვები იმიტომ მოგდევენ. დაიწიე, ცოტა ხმა გაუწიე და მომისმინე. კრედიტი თუ გაინტერესებს, კრედიტზე გპასუხობ. მე მდიახ მქონდა აღებული კრედიტი. 16 წლის მანქანის კრედიტი, 300 ლარს ვიხდიდი და ჩემი ბავშვის ფულს ვიხდიდი. სწავლისას. თქვენ საერთოდ კი არ ვაგზავნიდი უცხოეთში და იმებში და თქვენ საერთოდ კი არ ვიღავი შევარდნადეს ერთ ადგილას. და კი არ მაცხოვრობდი და კი არ ზარცვა. ბატონო გია. სხვა ფირმების გახსნით. ინა ყველაფერი დაგია. ბატონო გია, ძალიან გთხოვთ, შეურაცხყოფათ ერთმანეთს თუ მივაყენებთ. ბატონო, მე იძულებული ვარ შევწყვიტო ეთერი. ბატონო დავით, თუ შეიძლება. აქ ვერ ელაპარაკე, ბატონო დავით, თუ შეიძლება, დიდი ბოდიში, ძალიან გთხოვთ. ბატონო დავით, თუ შეიძლება. თქვენ მოდი და მელაპარაკეთ. ბატონო გია. და მელაპარაკეთ. ნაძირლები, ბიჭო, შენ. მელაპარაკეთ, თქვენ. ხო, შენ. ბატონო გია. არა უშავს, მაგას შენ მე კი არა. ბატონო დავით, ერთი წუთი. საერთოდ ერთ რამეს გირჩევ რა. წადი ეკლესია სხვაგან ადგილი არა, იქნება ეკლესიამ გაპატიოს რა. მეტი გზა შენ არა გაქვს. ბატონო დავით, თუ შეიძლება. მოიკარეთო ქრისტიანი კაცი და ვარ და არ გეტყვი რა. ბატონო დავით. არ გეტყვი ეგ იარაღი საფეთგელზე მიედითქო. იარაღი წადი ძმაო, სადმე მუხში იზოლე რომ თავი დაიმტურიო რა და წადი ეკლესიაში გაატარე დარჩენილი ცხოვრება, იქნება ღმერთმა გაპატიოს ეგ ცოდვები რა. მეც არაფერს არ გეტყვი შენა. ბატონო დავით. თუნდაც იმ სიტყვების მე რაც ეხლა გაბედე და თუ იარაღით გამოვალ ამ ბავშვებს და თუ საჭიროა ვესურვე, ვის ესვრი შენ რა? ორღობის კალივით ნუციცინებ, ყოველმე ბატონო გია, ძალიან გთხოვთ, შეურაცხყოფს მივაყენებ. მე იძულებული ვარ შევწყვიტო ეთერი, ბატონო გია, დიდი ბოდიში, ბატონო დავით, ძალიან გთხოვთ. ბატონო გია, ჩვენ გავიყვანეთ ეთერიდან ბატონო დავით, დიდი ბოდიში ვუხდი მაყურებელს ამ ემოციების სიჭარბებისთვის ბატონო დავით, ძალიან გთხოვთ კორექტულად, სამწუხაროდ ემოციები ჭარბობდა დღეს ჩვენს გადაცემაში, ეს იყო გადაცემა რეზიუმე, მე იძულებული ვარ ამით დავასრულო ეს გადაცემა, მადლობთ ყურადღებისთვის.